მშვიდობისა, დღეს 27 თებერვალია, ხუთშაბათი, თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან, ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს ღირსი შიომღვიმელის და ასევე ილარიონ ქართველის ხსენების დღეა და ყველას გილოცავთ ამ დღეს. დილა მშვიდობისა, ბედნიერ წარმატებულ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. ჩვენ კი ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, რაშიც ბუნებრივია ჩვენი სტუდიის სტუმრები დაგვეხმარებიან, თუმცა ვიდრე გადაცემის ანონს გაგაცნობდეთ, ნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვისი ხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს შიომღვიმელს, ღირს მღვდელმონაზონ ილარიონ ქართველს ყანჩაველს, ღირს ავქსენტის, ღირს მარონის სირიელ მეუდაბნოეს, წმინდა აბრაამს, კარიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოციქულთა სწორ კირილეს, სლოვენთა მოძღვარს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს, პირველი სტუმარი ტრადიციულად იქნება მოძღვარი და დღეს ვისაუბრებთ სწორედ ღირსი შიომღვიმელისა და ილარიონ ქართველის ყანჩაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დიდ თაულობა ქვეყნის მასშტაბით და ავტოსარგზავო შემთხვევების პრევენცია და რა უნდა გავითვალისწინოთ, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვერთდება ფონდ პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვერთდება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოფიო ახმეტელი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ზამთრის კურორტებზე შეჯიბრებებსა და ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო წარმატებებზე. განცხადება უნდა გაგაცნოთ, გუშინ გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. დასავლეთ საქართველოში დიდ თოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ არის მსხვერპლიც ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები ყველა ცდილობს შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან. აქვე მადლობას ვეტყვით საქველმოქმედო ფონდ ავერს თანადგომისთვის. ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა. ახლა კი ამინდის პროგნოზის დრო არის. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ველოდებით რომ გამოიდარებს, მით უმეტეს რომ მალე გაზაფხულის დადგება. მოკლედ შევიტყოთ როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები და შემდგომ უკვე დავბრუნდებით მოძღვართან ერთად.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს შემოგვიერთა ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დაგლოცით მამა არჩილ. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის და გილოცავთ ასევე დღევანდელ დღეს. დღეს ყველიერის ხუთშაბათს ვიცით რომ შვიომღვიმელის ხსენების დღეა, ასევე აღნიშნავთ წმინდა ილარიონ ქართველის ყანჩეველის ხსენებასაც. ზოგადად ყველიერის კვირა არის და მემზადებით დიდი მარხვისთვის. გვინდა რომ სწორედ შვიომღვიმელისა და წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრების შესახებ ვისაუბროთ, დავიწყოთ შვიომღვიმელით და მოკლედ რომ შეგვახსენოთ ის ძირითადი მომენტები, რითიც არის გამორჩეული წმინდა შვიომღვიმელის ცხოვრება და მოღვაწეობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შვიომღვიმელი არის ერთ-ერთი იმ ასურელ მამათაგან, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით საქართველოს ისტორიაში, საქართველოში ქრისტიანობის გამტკიცებაში და ეს ცნობილია, ესეთი საყოველთაო ცნობილი ფაქტია ჩვენთან ყოველ შემთხვევაში. და იგი ამ ისედაც გამორჩეულ დასში კიდევ ცალკე გამოირჩევა, რადგანაც არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცენტრალური სამონასტრო კერის დამაარსებელი. იოანე ზედაზნელის მოწაფე ყოფილა იგი. დიახ. არა მხოლოდ აქ, არამედ ჯერ კიდევ სირიაში, სირიის ანტიოქიაში, საიდანაც იგი წარმოშობით იყო, მის ცხოვრების შესახებ გასაგებია, რომ როგორც ბევრი არაერთი ადრეული მოღვაწის შესახებ, ბევრი და დაწვრილებითი ცნობები არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად ასურელ მამებზე არ აქვს. რაც გვაქვს, ხო, ასურელ მამებზე უფრო მათ აქაურ მოღვაწეობაზე შეიძლება უფრო მოვიპოვოთ ცნობები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ადრეულ ეტაპზე ძალიან ძნელია. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ არის აუცილებლად აღსანიშნი, რომ ჩანს აი ამ დასის, ასურელ მამათა დასის ცხოვრებაში ის მნიშვნელოვანი დეტალი, რაც არის ქრისტიანთა ერთობა. რადგანაც ეს ადამიანები სხვადასხვა ვერსიით დევნულებაში იყვნენ, ერთი ვერსიით და იქაურ მწვალებლებს გამოარიდეს თავი და საქართველოში ჩამოვიდნენ, მეორე ვერსიით პირიქით საქართველოში იყო შერყეული ქრისტიანობა და ჩამოვიდნენ ჩვენგან სამტკიცებლად. ვერსიები ბევრი შეიძლება იყოს, ამაზე ალბათ ყოველთვის იქნება მსჯელობა ისტორიკოსთა თუ სხვადასხვა დარგის მკვლევართა მიერ. ყოველ შემთხვევაში ერთი უეჭველია, რომ ასურელი მამების საქართველოში ჩამოსვლამ ის საბოლოო სიმტკიცე შეძინა ქართულ ბერძნულენაზნობას, რომელიც მანამდეც არსებობდა, როგორც ჩანს თანამედროვე კვლევების თანახმად, რაც და თითოეული მათგანი დაარსებული სასულიერო კერა დღემდე მოქმედია და ყოველწლიურად იმართება ხოლმე ესეთი დიდი მომლოცველობითი გზები ყველა, ასე ვთქვათ, 13-ვე ადგილის მოსავლელად და შვიომღვიმელი გამორჩეულია ამ დასში, როდესაც ჩამოსულა იგი იოანესთან და სხვა მამებთან ერთად დამკვიდრებულა ზედაზნის მთაზე მას გაუტარებია რამოდენიმე წელიწადი, თუმცა იგი იოანეს მოწაფე ჯერ კიდევ ასურეთში, სირიაშივე ყოფილა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ანუ ახალგაზრდობიდან დაახლოებით 19-20 წლის ასაკიდან დამოწაფებია იგი იოანეს, დაბრუნებულა გამოჰყოლია შემდგომ მას მისივე არჩევით, რადგანაც იოანეს თან წამოუყვანია თავის მიერვე არჩეული მოწაფეები და არა შემთხვევითი ხალხი, როგორც ჩანს რაღაცა კონკრეტული მოღვაწეობისთვის. შიო ერთ-ერთი მათგანია, რამოდენიმე წლის განმავლობაში იგი ზედაზენზეა მამა იოანესთან ერთად, ხოლო შემდგომ ირჩევს ისეთ ხრიოკ ადგილს, რომელსაც ზოლქართულ წყაროებში, მიუხედავად იმისა, რომ ჟუაგული ქართლია, უდაბნო ეწოდება თავისი განსაკუთრებული ესეთი მკაცრი გარემოს გამო, რაც ლოკალიზებულია სწორედ დღევანდელი შვიომღვიმის მონასტრის მიდამოებში. იგი იქ იწყებს მოღვაწეობას და რაღაცა ეტაპზე მას უჩნდებიან უკვე თანამდგომები. ყველაზე ცნობილი თანამდგომი ეს არის ალბათ ცნობილი ევაგრე, ციხე-დიდის მთავარი, რომელიც ერთხელ ნადირობისას გადააწყდება მამაშიოს, ახტაცებაში მოვა იგი მისი სულიერების, მისი გონიერების, მისი სიწმინდის ხილვით, ხდება მისი თანამოღვაწე. ამხელა, ასე ვთქვათ, მაშინდელი თანამდებობის პირის საჯარო ცხოვრებიდან გაქრობა იწვევს დიდ დაინტერესებას, როგორც მათ ცხოვრებაში წერია მეფე ფარსმანი, იმჟამინდელი მმართველი საქართველოს ქართლისა ჩააკითხავს ევაგრეს
და ეს არის მე-6 საუკუნე. ეს არის მე-6 საუკუნე, მე-7 საუკუნე კიდე. და როდესაც როგორც ჩანს იმ განზრახვით, რომ ასეთი პიროვნება დააბრუნოს ისევ სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ როდესაც იხილაო შიოს პიროვნება, როდესაც იხილა მისი ღირსება, მეფეც მოიხიბლაო ამ ადამიანით, როგორც ჩანს ესეთი ადამიანური დიდი შეფასება მოახდინა მეფემ მისი და სთხოვა პირიქით რითი გაგიწიოთ დახმარება რომ აქ უფრო კარგად იყოთ და მამაშიოს სიტყვები არის სწორედ ესეთი რომ მეფეების გულზე ღმერთს უკიდია ხელი და რასაც გადაწყვეტ, რასაც იგი გადაგაწყვეტინებს, ისე დაგვეხმარეთ და აქედან იწყება უკვე შიომღვიმის მონასტრის განსაკუთრებული პატივით დაწინაურება, შემკობა, ერთ-ერთ ცენტრად ქცევა, ტერიტორიის გამოც იგი მცხეთასთან საკმაოდ ახლოსაა. და თბილისთანაც უკვე მაშინდელ დედაქალაქთან და თანდათანობით შიომღვიმის მონასტერი ხდება ის კერა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი გასწია ჯერ ჩვენმა უდიდესმა მეფემ დავით აღმაშენებელმა და მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ასევე დიდმა წმინდანმა და საქართველოს ეკლესიის გამორჩეულმა მოღვაწემ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ, რომელიც იქვეა დაკრძალული და რომელიც ხელახლა აღმაშენებელია სწორედ შიომღვიმის მონასტრის. დიახ, და მე მგონი რომ ყველას გვაქვს ნანახი, ხო? უმეტესობას ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი პოპულარული საექსკურსიო, არა მხოლოდ მომლოცველობითი თვალსაზრისით, არამედ დაყავთ ხო ისე იგი სკოლის მოსწავლეები ძალიან ხშირად სწორედ შიომღვიმის მონასტრის მოსალოდს. ალბათ ყველამ უნდა ნახოს, მით უმეტეს ვინც აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს, დასავლეთისთვისაც არ არის შორი, მაგრამ ძალიან ადვილი მისასვლელია, თითქმის არასოდეს იკეტება იქამდე მისასვლელი გზა და ხშირად შიომღვიმელი შეიძლება ვნახოთ მგელთან ერთად ხატებზე გამოსახული. აი ეს რას ნიშნავს და მისი პიროვნების შესახებ აი რა არის ცნობილი კონკრეტულად აი მასთან დაკავშირებით, ძალიან ისეთი ასკეტური ცხოვრებით, გამორჩეულად ასკეტური ცხოვრებით. რა თქმა უნდა, როგორც ესეთი განსაკუთრებული თავდადების ადამიანი, ეს მის გადაწყვეტილებაში თვლინდება, რომ საერთოდ საცხოვრებელი ადგილი ქვეყანა გამოიცვალა ადამიანმა იმისათვის, რომ უფრო მკაცრად მოღვაწევა და შიომღვიმელის აი ქართლში დამკვიდრების შემდგომ იგი მით უმეტეს, როდესაც ივანეს ჩამოშორდა და უკვე მარტო მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო, მას როგორც ჩანს განსაკუთრებული ტვირთი აუღია საკუთარ თავზე. მთლიანად ღმერთზე ყოფილა მინდობილი, ჯერ კიდევ ევაგდრესთან შეხვედრამდე. და ერთი რაც მას გადაუწყვეტია ეს იყო, რომ აეშენებინა რაღაცა მყარი სამლოცველო და სასწაულებრივი ძალა მისცემია იმისა, რომ ჩვენ არაერთი წმინდანის ცხოვრებაში ვიცით, როგორ იხილეს, თქვათ, მათ ან გამოირჩიეს ადგილი ტაძრის ასაშენებლად თუ მონასტრის დასაფუძნებლად და შიოს საკმეველი დაუდია ხელზე, ნახშირი და საკმეველი, რომელიც უკმევია, ისე რომ ხელი არ დასწვია და მოუვლია მთელი ის მიდამოები, სადაც თვითონ მოღვაწეობდა და იქ სადაც სვეტი აბსოლუტურად სწორად აღმართულა ზეცისკენ საკმეველისა, იქ გადაუწყვეტია ტაძრის აშენება, იქაა დღემდე ეს ტაძარი აშენებული, თუმცა თავისი ცხოვრების ბოლო წლები უკვე მომრავლებულ მონასტერში, სადაც მის ცხოვრების სხვადასხვა ვერსიას თუ დავეთანხმებით 2000-ზე მეტი ადამიანი ყოფილა იქ უკვე მონაზონი მისი ცხოვრების ბოლოს, განრიდებია ამ აქტიურ სამონასტრო, სამეთაურო, სახელმძღვანელო, თქვათ, მოღვაწეობას და ბოლო 15 წელი გაუტარებია დაახლოებით 11-12 მეტრის სიღრმის მღვიმეში. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც, შიომღვიმელი. და დღეს ამ მღვიმეს, რომელიც ჭის ფორმა აქვს რეალურად ამ მღვიმეს, ცოცხლად დაიმარხა თითქოს თავი და შემოიზღუდა მთლიანად მან განსაკუთრებული მოღვაწეობისათვის, ყველაფერ გარეგანს გაანება მან თავი. თუ საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ზემოდან შეიძლებოდა ამ მღვიმეში ჩახედვა და დანახვა, დღეისათვის ისეა გაკეთებული, რომ ქვედა ტაძარი, რომელიც გაფართოებულია სატაძრო სამონასტრო კომპლექსი, იქიდან გვერდიდანაც შეიძლება, ასე ვთქვათ, შესვლა და ნახვა იმ ადგილისა, თუ სად იყო ჩასული შიომღვიმელი და სად მოღვაწეობდა ეს გამორჩეული წმინდა მამა და მართლა ცხოვრების უკანასკნელი 15 წელი ამ დიდმა მოღვაწემ სწორედ იქ გაატარა. დიახ, როგორი იყო აღსასრული, ესეც რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ამის შესახებ რამდენად გვაქვს ინფორმაცია. აღსასრულთან დაკავშირებით ესეთი გადმოცემა არსებობს
უთხრობა არსებობს მის ცხოვრებაში, რომ მას მშვიდად დაუსრულებია თავისი სიცოცხლე, მოწამეობრივად არ არის იგი აღსრულებული და განსხვავებით რამოდენიმე სხვა ასურელი მამისაგან, რომლებიც მასთან ერთად ჩამოვიდნენ და ცხოვრების ბოლოს მშვიდად ულოცია და სიტყვები წარმოუთქვამს ფსალმუნიდან, რომ წმინდა წერილიდან, რომ უფალო შენ ხელს შევედრებ ჩემს სულს და ძალიან მშვიდად დაუძინია, იქვე დაუკრძალავთ, თუმცა შემდგომ მოხდა მისი საკრძალის გადანაცვლება და ესეთი გადმოცემაც არსებობს, რომ შაჰაბასის დროს მე-17 საუკუნეში, როდესაც მთელი აღმოსავლეთ საქართველო იქნა აოხრებული, ერთ-ერთი რაც მოხდა, იყო ისიც, რომ შიომღვიმელის წმინდა ნაწილები წაუღიათ საქართველოდან, მაშინდელ ირანში, სპარსეთში და თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პრობლემები, სტიქიური უბედურებები დამართია ქვეყანას და ამის შემდგომ გადაუწყვეტიათ, რომ არაერთი სხვა სიწმინდის მსგავსად, რომლებიც გატაცებული იყო ჩვენი ქვეყნიდან, დაებრუნებინათ ეს წმინდა ნაწილებიც და უკლებლივ ყველა ნაწილი დაუბრუნებიათ ისევ ძველ ადგილას და დღემდე ისევ შიომღვიმეშია დაკრძალული წმინდა შიომღვიმელის წმინდა ნაწილები. დიახ, მამარჯო, თქვენ აღნიშნეთ, რომ მის სიცოცხლეშივე, წმინდა შიომღვიმელის სიცოცხლეშივე 2000-მდე მონაზონი იყო მონასტერში. აი, ასეთი ხალხმრავლობა და მონაზონთა დასის სიმრავლე როდემდე გაგრძელდა ამ მონასტერში, საინტერესოა და ასევე გარდა ვთქვათ რელიგიური მოღვაწეობისა, ჩვენ ვიცით, რომ მონასტრები იყო ოდითგან საქართველოში მონასტრები განათლების, კულტურის კერა. აი, ამ თვალსაზრისით რამდენად იყო გამორჩეული შიომღვიმის მონასტერი? როგორც უკვე გითხარით, იგი ფაქტობრივად დავით აღმაშენებლის დროიდან განსაკუთრებით სამეფო მონასტრადაც ითვლებოდა და იწოდებოდა და ძალიან ბევრი საქმე კეთდებოდა იქ, როგორც ჩანს, ის წარმოადგენდა ეს ადგილი წარმოადგენდა სასწავლებელსაც. ახლომდებარე ხალხისათვის წარმოადგენდა მომზადების ცენტრს მომავალი სასულიერო პირებისათვის და დღემდე მაგალითად საქართველოს ძალიან ცოტა აქვს სამწუხაროდ ისტორიის ავბედითობის გამო შემორჩენილი პირდაპირ წყაროები და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესი ქართული ბერმონაზნული ცხოვრებისა სწორედ შიომღვიმის მონასტერშია შემორჩენილი და ასეცაა გამოცემული და ახლობთ 10-20 წლის წინ იქნა უკვე გამოცემული წიგნად შიომღვიმის ტიპიკონი. ანუ ტიპიკონი ნიშნავს ცხოვრების წესს. ანუ როგორი უნდა ყოფილიყო იქ მონაზონთა და იქაურ მოღვაწეთა ცხოვრება, ღვთისმსახურება, ყოველდღიურობა და ყველაფერი ერთად და როგორც ჩანდა, სულ ძალიან ცოტა გვაქვს ჩვენ იქ ვანის ქვაბების, იგივე ვაჰანის ქვაბების განგება, იქ პეტრიწონის განგება, თითო როლა გვაქვს სულ ასეთი შემორჩენილი, სამწუხაროდ არა დაუცებლად ბევრი იქნებოდა და ერთ-ერთი გამორჩეული და ესეც სრულყოფილი ადგილი სწორედ აი ამ შიომღვიმის ამ წესს უკავია, რომელიც დღეისათვის უკვე მკვლევართათვის და დაინტერესებული პირებისთვის წიგნადაცაა ხელმისაწვდომი. დიახ, და ილარიონ ქართველის შესახებაც ვისაუბროთ, რომელიც არის მე-19 საუკუნის მოღვაწე, ყანჩაველის შესახებ, იმიტომ რომ 2 ილარიონ ქართველია და ხშირად გვეშლება ხოლმე ერთმანეთს. კი, ერთი ილარიონ ქართველი მე-10 საუკუნის მოღვაწეა, მეორე მე-9 საუკუნის მოღვაწეა, ხოლო მეორე ილარიონ ახალი, როგორც მას უწოდებთ, არის სწორედ მე-18-19 საუკუნეების გამორჩეული მოღვაწე, მას მეფის მოძღვარსაც უწოდებდნენ, რადგანაც დღეისათვის უკვე წმინდანად შერაცხული მეფე სოლომონ მეორის კარის მოძღვარი და პირადი მოძღვარი იყო, იგი მას ახლდა თან ტრაპიზონშიც გარდაცვალების დროს და იყო ის პიროვნება, რომელმაც ბოლომდე არ მიატოვა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეს დიდი ქართველი მონარქი. ილარიონ ყანჩაველი ზოგადად ქუთაისის მაშინ უკვე მაშინდელი მოწყობა, როგორც ითვალისწინებდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში
დაბადებულა და დაწყებითი განათლებაც იქვე მონასტრებში მიუღია, განსაკუთრებული როლი შეუსრულებია მოზარდის ცხოვრებაში ბიძას, რომელიც მისი ყმაწვილობისას გარდაცვლილა და ამის შემდგომ ილარიონს უკვე დაუწყია განსხვავებული გზების ძიება, რომ უფრო მეტად განვითარებულიყო იგი ზოგადად ძალიან მოყვარული კაცი ყოფილა განათლების დღესაც კი ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ და შორს წავიდნენ და იმ წლებში, როდესაც დაცარიელებული, გავერანებული იყო სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა და ძალიან ცოტა იყო მოსახლეც და ყველაფერი, მას დასავლეთ საქართველოსდან აღმოსავლეთში თბილისში ჩამოსვლა, თბილისსა და თელავში ჩამოსვლა გადაუწყვეტია, რადგანაც სწორედ ამ დროს მეფე ერეკლემ დააარსა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და უნდოდა რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე შეესწავლა ყველაფერი, რაც ეკლესიის მსახურებისათვის გამოადგებოდა. მიზეზთა გამო ეს ვერ მოუხერხებია გზიდან უკან გაბრუნებულა, თუმცა შემდგომში იგი ხდება მეფის კარის მოძღვარი, იქ იღებს იმ მაქსიმალურ განათლებას, რაც მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. შემდგომ მეფე სოლომონის თანმხლებია, როგორც უკვე ვთქვით, თურქეთში ლტოლვილობისას და როდესაც მეფე სოლომონი 1814 წელს 14-15 წლებში უკვე გარდაიცვალა და ტრაპიზონიდან დაიწყეს მისმა თანმხლებმა ქართველებმა დაბრუნება, ილარიონიც ამ დროს დაბრუნებულა უკან ქვეყანაში. მას ძალიან დომებია რომ 7 ცხოვრება გაეტარებინა რომელიმე სოფელში, დასავლეთ საქართველოში არ გამოსვლია პირადად დედოფალს, რომელიც იმ დროს უკვე მოსკოვში იყო გასახლებული, რადგანაც ვიცით ჩვენ რომ მაშინდელი იმპერიული პოლიტიკა ითვალისწინებდა სწორედ რაც შეიძლება მეტი ალბათ არასწორი თქვა ყველა ბაგრატიონის ვისაც შეიძლებოდა სამეფო ტახტზე პრეტენზია ქონოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანას და გადასახლებას და სასულიერო იერარქიის, რაც შეიძლება მით უმეტეს მაღალი ხარისხის სასულიერო იერარქიის გაყვანას იმ ეტაპზე ქვეყნიდან, რაც მოხდარიყო ჩანაცვლება მართველი ფენისა და საქართველოს აღარ ყოლოდა დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მეთაურობა აღარც საერო, აღარც სასულიერო და ამ დროს დედოფალი უკვე ცხოვრობდა მოსკოვში. და მან პირადად დედოფალმა თხოვა მამა ილარიონს, რომ ჩასულიყო და იქაც გაეგრძელებინა ოჯახის მოძღვრობა და კარის მოძღვრობა სამეფო ოჯახისათვის და თანხმდება ამას ილარიონი, გადადის მოსკოვში. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ იგი ვეღარ ახერხებს იქაც დარჩენას, მას ესეთი მოღვაწე მაძიებელი სული ჰქონდა, როგორც ჩანს მისმა შემოქმედებითმა უნარებმაც არ მიცა საშუალება რომ ბოლომდე იქ შეეკავებინა თავი და მისი მაძიებელი ბუნება აქაც ჩნდება. იგი იღებს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივი იქნებოდა ათონზე ჩასვლა მისთვის, რადგანაც მე-19 საუკუნეში რუსეთს უდიდესი უკვე სასულიერო მისია ჰქონდა გახსნილი ათონის მთაზე, რაოდენობრივად, ფაქტობრივად პირველ ადგილზე იყვნენ ისინი მთელი ათონის ტერიტორიაზე, არა, ფიზიკურად რუსები. რაოდენობრივად რუსი მონაზვნები ყველაზე მეტნი იყვნენ, ეგრეთ წოდებული რუსიკა, ანუ წმინდა პანტელეიმონის მონასტერი, სხვადასხვა კელიები დააარსეს და შესაბამისად უკვე საიმპერიო მხარდაჭერის გამო ეს გზები უკვე გაცილებით ადვილად გაკვალული იყო მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ამ სივრცეს ჯერჯერობით ისევ ოსმალეთის იმპერია, მაშინდელი თურქეთი აკონტროლებდა. ილარიონი ჩადის ათონზე, თუმცა იგი არ აცხადებს თავის ვინაობას, ამბობს რომ ერთი ღარიბი გაჭირებული ქართველი კაცია, იწყებს იქ რამდენიმე წლიან მოღვაწეობას წმინდა დიონისეს მონასტერში. არავინ არ იცის რომ მეფის მოძღვარი იყო. არც მეფის მოძღვრობა იციან, არც ზოგადად მისი მოძღვრობა იციან. არის ერთი პატიოსანი მშრომელი კაცი, მოკლედ ასე ატარებს იქ დროს და სამწუხაროდ მას არ ცოდნია ჯეროვნად ბერძნული ენა. რის გამოც მას ძალიან გაუჭირდა მსახურებების მოსმენა, გაუჭირდა ხელმისაწვდომი ლიტერატურის გარეშე ყოფნა და სთხოვა თურმე იქ მონასტრის წინამძღვარს, დიონისეს წინამძღვარს, რომ გაეშვათ და ივერონში იქნებ ეშოვა ქართული რაღაცა წიგნები. და ათონის ივერთა ქართველთა მონასტერში გადასვლისას
იგი თურმე ერთმა ადამიანმა იცნო, ერთმა ბერძენმა იცნო, რომ ეს მეფის მოძღვარი, ეს გახმაურდა მისი ამბავი და ამ გახმაურებას მოყვა ის, რომ იქაც გაუჩნდა უამრავი, ასე ვთქვათ, პატივისმცემელი და მისი სიკეთის თაყვანისმცემელი, იქიდანაც მოუხდა მას რაღაცა დროის შემდეგ გარიდება და ცხოვრების ბოლოს იგი ისევ ათონის მთაზე ატარებს, იქვე იკრძალება, იგი დაიბადა 1776 წელს, მიიცვალა 1864 წელს. ფაქტობრივად მისი ცოცხალი მოღვაწეობის დროს გაიარა მე-19 საუკუნის მთლიანად პირველმა ნახევარმა იმ ომებმა, რასაც იმ დროს უკვე რუსეთის სახელმწიფო აწარმოებდა, რომლის შემადგენლობაში ჩვენც ვიყავით და ოსმალეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველების აუბედითობამ, რადგანაც იგი პირადად იყო და პირდაპირ იყო ჩართული მათთან ურთიერთობაში. თუმცა მისი, ასე ვთქვათ, სამწერლობო და საგანმანათლებლო მოღვაწეობაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, იგი ტყუილა არ ყოფილა, მან 12 ტომეული შეადგინა, რასაც ყვავილნარი უწოდა. ისე რომ არ მიუთითებია არსად თავისი სახელი, შემდგომში იქნა ეს უკვე ესეთი გამოკვლეული და მითითებული. და მან ფაქტობრივად შეკრიბა ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი არა, მაგრამ ესეთი დაქვეითებული უკვე ქართული მწერლობისათვის ერთ-ერთი ესეთი ნათელი წერტილი, რაც ხერხდება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და მან შეკრიბა ათონის მთაზე შესაძლებელი ინფორმაცია მოღვაწეების შესახებ, სამოღვაწეო წესების შესახებ და ასე შეადგინა ეს 12 ტომეული, რამაც ხშირად პირველი წყაროს მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც ის წიგნები, რომელსაც იგი იყენებდა, ზოგ შემთხვევაში ზოგადად აღარ არსებობს ჩვენთვის უკვე და აღარ არის ხელმისაწვდომი. დიახ. აი მამა არჩილო, თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ ღირსი ილარიონ ქართველი იყო ერთადერთი, ვინც არ უღალატა მეფე სოლომონ მეორეს საუბარია. არა, სხვაც ბევრი იყო. დიახ, ერთ-ერთი გამორჩეული ღირსი მამა ილარიონი იყო. საუბრობთ მე-19 საუკუნის დასაწყისზე, როდესაც ქართლი უნდა დაქვემდებარებოდა რუსეთის იმპერიას. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იყო აი ასეთ შემოთავაზებებზე უარი ეთქვა ღირს ილარიონ ქართველს, საკმაოდ მაცდური შემოთავაზებებიც ექნებოდა დარწმუნებული, რომ რასაც ვშებულობთ ხომ ისტორიული ცნობებით. რა თქმა უნდა, არა მარტო წმინდა ილარიონს, არამედ მეფე სოლომონსაც დიდი ორჭოფობა ქონია პირადად, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ დამორჩილებოდა ახალ ხელისუფლებას და დარჩენილიყო თუ ქართლი უკვე და ქართლ-კახეთის სამეფო უკვე ოფიციალურად გაუქმებულია. ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს იმერეთის სამეფოზეა საუბარი და მეფე სოლომონს პირადად ქონია დიდი ორჭოფობა, თუ რა გზას დადგომოდა, გადაერჩინა, ვთქვათ, ქვეყანა დამატებითი დარბევისგან, რაღაცა კომპრომისი მოენახა ურთიერთობაში, თუ გაეგრძელებინა ისევ თავისი იმედად ბრძოლა. საბოლოოდ ეს გადაწყვიტა ახალციხის საფაშოს გავლით. მაშინ ასე ეწოდებოდა საქართველოს ამ უძველეს უდამსახურებულეს რეგიონს, მესხეთის გავლით იგი გადადის ოსმალეთის იმპერიაში და იქიდან აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, რაც სამწუხაროდ იმ ეტაპზე ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. მაგრამ ესეც ერთ-ერთი ესეთი ღირსეული ფურცელია ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის ისტორიაში. დიახ და ცნეთ რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი მამა არჩილო, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე, რა თქმა უნდა, ვეძებთ პარალელებს თანამედროვეობასთან და აი რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები ორივე ამ დიდი მოღვაწის შიო მღვიმელისა და ილარიონ ქართველის შემთხვევაში, რაც დღეისათვის განსაკუთრებულად განსათვალისწინებელია თანამედროვე ქრისტიანებისთვის. ის რომ არ შეიძლება გულის გატეხვა ალბათ, არც ერთ შემთხვევაში, ის რომ ჩვენ დაიწყება და არ მთავრდება ყველაფერი და ღმერთი ადამიანს ეხმარება და თუ ერთი რაღაცა არ გამოვიდა, შეიძლება სხვა მხრივ იყოს იგი თავისი ქვეყნისათვის, ეკლესიისათვის, ხალხისათვის, მომავლისათვის სასარგებლო და სული მოღვაწეობისა და თავდადებისა არასოდეს არ უნდა ჩაქრეს და განელდეს მოწადინებულ ადამიანში. ყველა განსაცდელის დაძლევა შეიძლება და როგორც წმინდა
წერილი გვასწავლის, წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის იმაზე დიდი განსაცდელი, რისი გადატანაც ადამიანს შეუძლია, არ იქნება უფლისაგან დაშვებული ადამიანზე, ამიტომაც ყველა განსაცდელი შეიძლება გადაიტანოს ადამიანმა, გააჩნია როგორ გადაიტანს, აქ ესეც დგება ხოლმე ეს საკითხი და რამდენად მადლიერებით, ხო, რაც ძალიან ძნელია. მადლიერებით, ღირსეულად, ისე რომ დაკვირვებით, რომ გამოცდილება შეიძინოს, რადგან ყველაფერს ომსაც თავისი წესები აქვს, მოდი ესე ვთქვათ, იქაც თავისი ღირსება უნდა კონდეს ადამიანს და ჩანს რომ ყოველთვის არის ძალა ერთობაში, წმინდა წერილში არის ესეთი სიტყვები, რომ მაცხოვარი ასწავლის მოწაფეებს, ვინც მოწაფედ დააფასებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველად მოძღვარს, მოძღვრად და ასე შემდეგ, ანუ ვინც ღირსეულ პატივს მიაგებს ადამიანს, იგი მისივე საზღაურს მიიღებს. არ ვარ წინასწარმეტყველი, მაგრამ მეც წინასწარმეტყველის საზღაურს მივიღებ. აი ამ დიდი მოღვაწეების პატივისცემით ჩვენც მათ უერთდებით და ჩვენც მათი სიკეთის მონაწილეები ვხდებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვეტყვით მაყურებელს, რომ მანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კლავს სტუმართან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქ თნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს,
სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად. დაგეგმილი შეჯიბრებები ზამთრის კურორტებზე და ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო წარმატებების შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენი სტუდიის სტუმართან ერთად შემოგვიერთდა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოფიო ახმეტელი. გამარჯობა სოფიო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ მოგზაურობთ. სათხილო ამიდია მოკლედ მთელ საქართველოში. ნამდვილად. სწორედ ამ ზედმეტი. ცოტა ზედმეტი. სპორტის ამ სახეობებზე უნდა ვისაუბროთ, სწორედ და შეჯიბრებებზე, რომელიც დაგეგმილი მიმდინარე სხვადასხვა შეჯიბრებების სახით გვაქვს და თქვენ უფრო მეც გვეტყვით, რა თქმა უნდა, მეტ დეტალს. დაგეგმილ მომავალ შეჯიბრებებთან დაკავშირებით. ძალიან ისეთი დატვირთული ზამთარი გამოგვივიდა წელს. აი დეკემბერში დაიწყო მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანს ჩატარდა მოგურის სახეობაში. როდესაც ჩავატარეთ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ასეთი წარმატებით, ანუ ჩვენი კურორტები გუდაური და ბაკურიანი ჩაჯდა კალენდარში და ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო თასის ეტაპები, სადაც ასევე ძალიან ძლიერი სპორტსმენები გამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ ამჟამად ბაკურიანის გუდაურში ტარდება სკიკროსის მსოფლიო თასის ეტაპი, ხვალდაზე გაიმართება, დღეს კვალიფიკაციის შეჯიბრებები ჩატარდება, ასევე იქ ჩაბატკვირას 7-8 მარტს იქნება სნოუბორდ კროსის შეჯიბრი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან წარმატებით გავართვით თავი. ასევე ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა ახალგაზრდული ევროპის ბაკურიანში. ძალიან კმაყოფილებით საერთაშორისო აღტაცება გამოიწვია, შეიძლება ითქვას. ნამდვილად ბევრი წერდა საერთაშორისო პრესა ასევე. კი, ყველა აღიარა და მართლაც ეს ტრასები და ყველა საშეჯიბრო საასპარეზო მოედნები იყო ძალიან კარგად მომზადებული. ძალიან მიხარია რომ მეც მივიღე მონაწილეობა იმით რომ
ხარისხის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლის ჩამოვასრიალი, ასევე ოლიმპიური დროშა ოლიმპიურ ჩემპიონებთან და სხვა ოლიმპიელებთან ერთად მათ შორის ნინო სალუქვაძე, კახი კახიაშვილი, ჩემთვის ძალიან მართლა საამაყო, რომ მათთან ერთად გამოვაბრძანეთ სცენაზე ოლიმპიური დროშა და ამაში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ ეს პატივი დამდეს და მართლაც ძალიან დიდი საქმე გაკეთდა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ ჩვენ პატარა ქვეყანამ ამხელა დიდ ღონისძიებას ძალიან კარგად გაართვა თავი. არა მხოლოდ სპორტული მიმართულებით, ხო? კი, როგორც ეკონომიკური და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბევრი მიმართულებით მოუტანა სიკეთე ჩვენს ქვეყანას. კი, ნამდვილად. ასევე ჩვენ ვატარებთ ყოველწლიურად საქართველოს თასის ეტაპებს სამთო-სათხოვნრო სპორტში. რეგიონალური დაერქვა ეს ბოლო 2 წელი, იმიტომ რომ თვითონ რეგიონები არიან მთავარი ორგანიზატორები და სათხოვნრო ფედერაცია ჩვენ ყოველთვის მათ გვერდში ვართ. აი უკვე ჩატარდა სვანეთში, ბაკურიანში ეხლა წინა კვირაში გოდერძის კურორტზე მოვასწარეთ ჩატარება და მე დაიწყო ეს ძალიან დიდი თოვა იქით. შემდეგ ეტაპი იქნება უკვე 16-17 მარტს გუდაურში და უკვე აპრილში საქართველოს ჩემპიონატით დაგვირგვინდება, მაგეთ დავამთავრებთ სეზონს და მინდა აღვნიშნო ასევე რომ იტალიაშიც აი ბოლო რამდენიმე წელია ტარდება საქართველოს ჩემპიონატი. ესეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, რეკლამა და კარგი ამბავია. იტალიელი პარტნიორები ყავს, სადაც ტარდება? დობიაკოში, სადაც ჩვენი 3 სპორტსმენი გამოდის, ლუკა ბუჩუკური, ლევან აზღეძე და ნოდარ კოზანაშვილი. წარმატება მინდა ვუსრო მათ, დღეს არის ეს შეჯიბრი. და ესე იტალიელი მწვრთნელები მათ ამზადებენ და ჩვენ ესე ვთქვათ, თან მეგობრები, თან პარტნიორები არიან. ისინი ძალიან გვეხმარებიან სპორტსმენ როგორც სპორტსმენების მიხედვაში, ასევე აიქაც ესეთი ინიციატივა გამოთქვეს, რომ დეკემბერში ტარდება ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი და აი ამ პერიოდში პირველად ტარდება. ასევე როდესაც ფესტივალი ტარდებოდა საქართველოში ოლიმპიური, პარალელურად ავსტრიაში იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ნინო ციკლაურმა ძალიან კარგად იასპარეზა, გვასახელა 22 ადგილი დაიკავა 140 გოგოს მონაწილეს შორის, აი ურთულესია და ძალიან დიდი კონკურენცია. ეხლა შეიძლება თქვა რომ არ არის ესეთი ადგილი, მაგრამ მართლაც ამ ჩვენ პატარა ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი სპორტსმენი ყავს გოგო და 3 ბიჭი, მართლა ძალიან დიდი წარმატება მის გვერდზე ვიყავი და აი რაღაცერთ ხო ხვდებით ერთ-ერთი ნაწილი ვართ ამ წამყვანი ქვეყნების. აი, რამდენად მნიშვნელოვანია იტალიაში ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი, რაზეც ახლა საუბრობთ, სოფიო, რა შესაძლებლობას იძლევა ეს? მეტად გაიცნობს ალბათ, ხომ ბუნებრივია ქართველ სპორტსმენებს სოფლიო. და საქართველოს ასევე 100-140 მონაწილეა სხვა ქვეყნიდან წარმოედგინეთ და ნუ ყველა მიცის რომ საქართველოში ამ პატარა ქვეყნიდან ყავს სპორტსმენებიც, ყავს არაჩვეულებრივი კურორტები, სადაც ვატარებთ უკვე ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებებს და რა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ასევე განვითარდა ძალიან ბაკურიანი, შეიძლება ითქვას ამ სეზონის დასაწყისში საერთოდ არ იყო თოვლი, მაგრამ ვინაიდან აი ხელოვნური გათოვლიანება იყო გაკეთებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მაგიტომ აი სრული დატვირთვით ძალიან ბევრი ხალხი იყო ფარდადეგებზე იანვარში ბაკურიანში. რა საინტერესოა ეს ხელოვნური გათოვლიანება როგორ ხდება? იცით აი ძალიან დიდი აი ტბები გაკეთდა ბაკურიანში, ასევე გუდაურში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო ამაში და მთელი მსოფლიო ახლა ამაზეა. ყველგან იმიტომ რომ ხო ზოგჯერ არის რომ ფესტივალ ზუსტად დაამტყიო ხო ეს მეტეოროლოგიური პირობები და ეს აი ხელოვნური თოვლიც ხელს უწყობს სპორტსმენებს აი ასპარეზობის დროს რომ არ გაფუჭდეს საფარი თოვლის და ყველას ერთნაირი პირობა ქონდეთ ასპარეზობის და ეხლა უკვე საერთაშორისო შეჯიბრებები აღარ ტარდება ჩვეულებრივ თოვლზე. აუცილებლად მოთხოვნა რომ იყოს ხელოვნური გათოვლიანება და გარდა მაგისა ხანდახან არ არის ხოლმე თოვლი. აი წელსაც გუდაურში და ბაკურიაში არ მოვიდა სამწუხაროდ დეკემბერიან თავის დროზე. და ეს ამ ხელოვნურ გათოვლიანებამ ძალიან შეუწყო ხელი. რომ არ ჩავარდნილიყო სეზონი. აი წლევანდელი წელი მაინც
გასაგებია ამინდის კუთხით. წინა წლები რომ გავიხსენოთ, რამდენად იყო ხელის შემშლელი ფაქტორები ამ კუთხით, თუნდაც ხელოვნური გათოვლიანება რამდენად ხშირად იყო ამ ყველაფრის საჭიროება წინა წლებში. აი წინა წლებში ზუსტად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომ გავიმარჯვეთ მის ჩასატარებად. პირდაპირ მოგთხოვეს, რომ აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ეს ხელოვნური გათოვლინება და ვალდებულება თქონდა, რომ ყოველწლიურად მანამდე სანამ 2023 წლამდე მოვიდოდით მსოფლიო თასის ეტაპები ჩაგვეტარებინა თითქმის ყველა სახეობაში. ამიტომაც გაკეთდა ეს ყველაფერი, რომ აქამდე მივსულიყავით და რა მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ზუსტად ეს ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებაც განაპირობა იმან, რომ კარგად გავართვით თავით. იმიტომ რომ შესაბამისად იყავით მომზადებული. გუდაურში ტარდება ასევე შეჯიბრი და აი გუდაურზე ცოტა მეტი რომ გითხრათ, სკიკროსი ახსენეთ, ეს არის რას ნიშნავს ესეც რომ გითხრათ. ეს არის ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობა, 4 სპორტსმენი ერთად ეშვება სტარტიდან ფინიშამდე და რა საინტერესო, ლამაზი სანახავია. ძალიან ლამაზია და ურთულესი და სახიფათოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგდით. მე მაგ სახეობაში არ გამოდედი, სამთო-სათხილამურო არის უფრო ესე ვთქვათ, წამყვანი ამ სამთო-სათხილამურო სპორტებს შორის სლალომი და გიგანტურ სლალომში გამოვდიოდი მე. ის საერთოდ ცალკე სახეობა, ფრისტაილი უფრო ახალი სახეობებია. თავისუფალი სტილი. შემდეგ რომ ვახსენე 7-8 მარტს იქნება უკვე სნოუბორდი კროსი, სადაც 4 სნოუბორდერი მოდის ტრასაზე და პირველი 2 გადის ფინალში, ესე მესამე-მეოთხე ვარდება და საინტერესოა ნამდვილად და ვისაც შესაძლებლობა გაქვთ აბრძანდით გუდაურში და ლამაზი სანახავია. დაინტერესება რამდენად დიდია ახალგაზრდა თაობის ამ სახეობაზე. სამწუხაროდ აი ცოტა ისეთი მთებას მივადექით, ძალიან ბევრი ბავშვი სრიალებს ამ ბოლო დროს აი სკიკროსის ნაკრებში ყავს 3 სპორტსმენი, მათ შორის ვინც დაანება სამთო-სათხილამურო სპორტს, ჩემი პროფესიის იყვნენ ისინიც, დაბრუნდნენ, იმიტომ რომ აი სწორედ ამ მსოფლიო ჩემპიონატის გამო მოინდომეს სკიკროსში. ზუსტად იასპარეზებს დავით თედიაშვილი, მინდა მას წარმატება ვუსვრო. ასევე ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე გამოდიან, გამხსნელები იქნებიან ეს ორნი, იმიტომ რომ დავითს აქვს ქულები მსოფლიო თასის ეტაპებზე, ყველას არ უშვებენ. მათ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ მაინც ცოტანი ვარდს ნაკრებში, ცოტა ბავშვები ყავს, ვინაიდან აი პროფესიონალური სპორტი სამწუხაროდ ცოტა მშობლებიც იკავებენ თავს ბავშვებსაც არ გვაქვს აიცით როგორიც პროფესიული სპორტული სკოლა, კი ძალიან ბევრი სპორტული სკოლებია, მაგრამ მოყვარულის დონეზე ასწავლიან აქ და სამწუხაროდ შეჯიბრებით არ არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც მიეხედა ამ შეჯიბრების კარგად გამართვას თავი, ყველა იღონებს იმისთვის, რომ გაკეთეს სპორტული სკოლა, სადაც უკვე ძალიან პროფესიონალურად, აი თუ მინდა რომ შვილი იყოს სპორტსმენი მოთხოვნური, რომ მიიყვანა ამ ბაკურიანში, ბაკურიანში და გუდაურში მხოლოდ თუ ყველა ესე იგი ზამთრის ყველა კურორტზე საქართველოში ჯერჯერობით ბაკურიანში ძალიან კარგად გამართული, გუდაურშიც არის და სვანეთში და გოდერძის იქ ისედაც ბევრი თოვლი მოდის, მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალში იქაც გაკეთება. თქვენი საუბრიდან როგორც მივხვდი, ზომიერია საჭირო და არა ძალიან ბევრი, ხო? აი გოდერძი დაკეტილა. გოდერძი ახლა კი, ანუ ხუხვი ნალექით, რა თქმა უნდა ძალიან ხელის შემშლელი არის. დღეს ქართველები ასპარეზობენ იტალიაში, როგორც აღნიშნეთ და მათ უსურვოთ განსაკუთრებული წარმატება. ხომ არ გინდათ რომ ამ კუთხით რამე დაამატოთ? რა, აი ისეთი, ანუ ძალიან რთული სპორტია, ზოგი ისე უყურებს, რომ რატო გიხარიათ 22 ადგილი. აი წარმოიდგინეთ 10,000 მოთხილამური არის მთელ მსოფლიოში და ჩვენი 3 სპორტსმენი, ნუ ფაქტობრივად 50,000-ში ხვდება და ესეც დიდი წარმატება. ერთ-ერთი გოგო გვყავს ნინო ციკლაური, რომელიც ეს სამწუხაროდ უკვე ალბათ ნელა კარიერის დასასრულისკენ მიდის, ამდენი წელი ასპარეზობს, მისთვის მერვე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. რა ასაკში სრულდება კარიერა? აი 30-35 მეტრის ასაკში, თუ აი ესე 35 უკვე ის არის ქალებს შორის და მამაკაცებს შორის უფრო დიდხანს აი ძლიერი სპორტსმენები 40 წლამდეც ასპარეზობენ. დიახ.
წარმატებები წარმატებები ვუსურვოთ ქართველებს, რომლებიც იტალიაში ასპარეზობენ, უყურებთ დობიაკოში. დობიაკოში. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის დიდი მადლობა თქვენ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოფიო ახმეტელი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.